სოფლიოში არაერთი საინტერესო სიახლეა და ერთ-ერთი პირველი სიახლე, რომელზედაც უნდა ვისაუბროთ, უკავშირდება სწორედ გრენლანდიას და მისი დაცვის საკითხს, ვინაიდან, როგორც ცნობილი გახდა, დანია არქტიკული რეგიონის უსაფრთხოებისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფს დაახლოებით $2 მილიარდ. ეს თანხა კი ძირითადად მოხმარდება გრენლანდიის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. აქ საუბარი არის ახალი გემების შეძენაზე, მათ შორის სამხედრო ბაზების განთავსებაზე, პოტენციურად კონტინგენტის გადასროლაზე და ასევე დრონებით მონიტორინგის დაწყებაზე. ცხადია, ეს $2 მილიარდ ინვესტიცია დიდად არაფერს შეცვლის, რადგანაც რეალისტურები თუ ვიქნებით, თუ კი ოდესმე დადგა ისეთი დღე, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ძალის გამოყენებით გადაწყვეტს გრენლანდიის მიერთებას, მაშინ $2 მილიარდი და ზოგადად დანიის მთელი ბიუჯეტიც კი ვერ გაწვდება ამერიკის სამხედრო ძალების წინააღმდეგ თავდაცვას, მაგრამ აქ უფრო მეტად ეს არის პოლიტიკური ჟესტი და ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ დანიის მთავრობა გრენლანდიის დათმობას უბრალოდ არ გეგმავს და მოსალოდნელი არც უნდა იყოს ის, რომ უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით რაიმე არსებითად და მნიშვნელოვნად შეიძლება. კიდევ ერთი საკითხი, რომელზედაც უნდა ვისაუბროთ, ეს უკავშირდება ტრამპის მორიგ ახირებას. მოგეხსენებათ, მან მექსიკის ყურეს შეუცვალა სახელი და დაარქვა, მარტივად რომ ვთქვათ, ამერიკის ყურე. ეს გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე მოქმედებს საკანონმდებლო დონეზე, შესაბამისად ამერიკის ყველა უწყება ნელ-ნელა ერთვება ამ განახლებაზე, შესაბამისად ამერიკაში რაც კი რუკები დაიბეჭდება, აბსოლუტურად ყველაზე მექსიკის ყურეს სახელად ერქმევა ამერიკის ყურე, რადგანაც ეს არის ამერიკაში უკვე ოფიციალური კანონი, მაგრამ ეს ცვლილება ნელ-ნელა უნდა გავრცელდეს, რა თქმა უნდა, ციფრულ პლატფორმებზეც, მათ შორის მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნად ონლაინ რუკაზე, რომელიც არის Google Map-ი. როგორც ჩანს, Google-ში უკვე აცხადებენ იმას, რომ ძალიან მალე ამ ყურეს სახელი შეეცვლება და დაერქმევა ამერიკის ყურე, მაგრამ აქ ერთი საინტერესო ნიუანსი არის ის, რომ თავდაპირველად ეს სახელი იქნება ხელმისაწვდომი მხოლოდ და მხოლოდ ამერიკაში, მხოლოდ მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერ წერტილში ამ ყურეს ექნება ერთდროულად ორი სახელი, ანუ ერთდროულად ორ სახელწოდებას დაიტანს. Google იქნება როგორც მექსიკის ყურე, ასევე ამერიკის ყურე. კიდევ ერთი საინტერესო სიახლე გვაქვს, რაც უკავშირდება ასევე ტრამპს და მის გადაწყვეტილებებს და ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომელიც მიმდინარე კვირას მიიღო ტრამპმა, უკავშირდებოდა ფედერალურ დონეზე დახმარების პაკეტების შემცირებას და საერთო ჯამში მათ გაუქმებას ეტაპობრივად. ეს დახმარების პაკეტები უკავშირდებოდა ძირითადად გრანტებს და შეღავათიან სესხებს, რომლებიც იყო მიმართული სხვადასხვა სოციალური ჯგუფების მხარდაჭერისათვის, მათ შორის თანასწორობისა და ინკლუზიურობის მხარდაჭერისათვის, რასაც როგორც ვიცით, დონალდ ტრამპი დიდად არ წყალობს და არც მხარს არ უჭერს და საბოლოო ჯამში ეს გადაწყვეტილება იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა როგორც მოსახლეობისთვის, ასევე სასამართლოსთვის, რომ პროკურატურამ ამ შემთხვევაში დემოკრატების შთაგონებით შეიტანა სარჩელი სასამართლოში და როგორც ჩანს, ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ეს აღმასრულებელი ბრძანება დროებით დაბლოკა. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ახლა უკვე ეს აკრძალვა ძალაში არ არის შესული, რადგანაც სასამართლომ იგი შეაჩერა, მაგრამ აქ საინტერესო არის ის გარემოება, რომ ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და შესაბამისად იგი იქნება გასაჩერებული ზედა ინსტანციებში და სავარაუდოდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება მაინც შევა ძალაში და საბოლოო ჯამში ამერიკაში მსგავსი სახის პროექტები შეჩერდება, რაც ემსახურება ერთ ძირითად მიზანს, ფედერალური ბიუჯეტის შემცირებას, რაც არის მოგხსენება დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი დაპირება. მას სურს, რომ ფედერალური ბიუჯეტი, რომელიც დაახლოებით $6.5 ტრილიონი ფარგლებშია, შემცირდეს თითქმის $2-3 ტრილიონი, ხოლო ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, რაღაც პროექტები უნდა გაჩერდეს და ერთ-ერთი პროექტი არის სწორედ სოციალური თანასწორობის მიმართულებით დაფინანსების პროექტი, რომელიც როგორც გითხარით, ტრამპს დიდად ნამდვილად არ უყვარს. კიდევ ერთი სიახლე, რომელიც გავრცელდა მსოფლიოში, ეს უკავშირდება ინდოეთისა და ჩინეთის მხრიდან რუსული ნავთობის იმპორტის და შესყიდვის შეწყვეტას. თავად ეს გადაწყვეტილება ინდოეთისა და ჩინეთის მხრიდან განპირობებული იყო ისევ და ისევ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებით და მათ შორის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მიღებული ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილებით, როდესაც მოგეხსენებათ ამერიკამ დააწესა ძალიან მკაცრი სანქციები რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ. ეს არის ფლოტი, რომელშიც არის
დაახლოებით 200-მდე გემი და ტანკერი და ისინი ძირითადად ემსახურებოდნენ ერთადერთ მიზანს რუსული სანქცირებული ნავთობის გატანას მსოფლიოს მასშტაბით და ძირითადად დანიშნულების ადგილი იყო ორი ქვეყანა ინდოეთი და ჩინეთი. ახლა უკვე ეს ფლოტი თავიდან ბოლომდე არის სანქცირებული, შესაბამისად ვერც ერთი პორტი ამ გემებს უბრალოდ ვერ მიიღებს. თუ კი ისინი ამ გემებს მიიღებენ, მაშინ სანქციები ავტომატურად გავრცელდება მათზე, ხოლო სანქცირება ამერიკის მხრიდან არც ერთ პორტს ნამდვილად არ სურს, არც ინდურს და არც ჩინურს და საბოლოო ჯამში ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით გადაზიდვები არის შეჩერებული. კიდევ ერთი საინტერესო გარემოება გამოიკვეთა, ის რომ რუსული ტანკერების გაჩერების ფონზე რუსეთს გაუძვირდა თავისი ნავთობის ტრანსპორტირება, რადგანაც ევროკავშირის ბაზრისგან განსხვავებით ინდოეთსა და ჩინეთში რუსეთს არ აქვს მილსადენების გზა. შესაბამისად, ნავთობის გადატანის ერთადერთ ალტერნატივად მას რჩება ტანკერების გამოყენება, ხოლო როგორც გითხარით, ტანკერებით სარგებლობა ახლა რუსეთისათვის არის ან შეზღუდული, ან კატასტროფულად გაძვირებული. ამ ყველაფრის ფონზე კი არანაირი კომერციული ინტერესი უკვე ინდოეთისა და ჩინეთის მხრიდან აღარ არის, რომ ისევ და ისევ ისარგებლონ რუსული ნავთობით. სავარაუდოდ, ეს შეზღუდვა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც გაგრძელდება და როგორც ის აანონსებს, საერთოდაც ის უფრო მეტადაც გაამკაცრებს ამ სანქციებს და ის ამასაც კი ამბობს, რომ ჩრდილოან ფლოტს საერთოდაც გააქრობს პლანეტიდან, ანუ ამ ფლოტის წარმომადგენლებს უბრალოდ არც ერთ ქვეყანაში არასოდეს აღარ მიიღებენ. ნახოთ ამ მიმართულებით როგორ განვითარდება მოვლენები, ვინაიდან ტრამპ მოგეხსენებათ საკმაოდ ამბიციური პიროვნება არის და ბევრ ისეთ რაღაცას აანონსებს, რაც შეიძლება რეალისტური არც იყოს, მაგრამ ნახოთ რა იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით. აქვე კიდევ ერთ საინტერესო საკითხზე უნდა ვისაუბროთ, ეს უკავშირდება სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს რობერტ ფიცოს, რომელიც არის მოგეხსენებათ პრო-რუსი პოლიტიკოსი, ის ხშირად ავრცელებს რუსეთის მხარდასაჭერ განცხადებებს და კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა მან ცოტა ხნის წინ, რაც უკავშირდებოდა რუსეთს და მათ შორის უკრაინას. როგორც ის ამბობს, უკრაინამ მას შემდეგ, რაც რუსეთის გავლით და უკრაინის გავლით შეწყვიტა მილსადენის მომსახურება, ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს გაზსადენზე, ამით მან მიაყენა ძალიან დიდი დარტყმა სლოვაკეთს და მის ეკონომიკას და ამიტომაც უკრაინა და კონკრეტულად ზელენსკი არიან სლოვაკეთის მტრები. ასეთი განცხადება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მხრიდან ცოტა არ იყოს და უცნაური მოსასმენია, როგორც წესი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მსგავს რამეს არ ამბობენ, მაგრამ ფიცო არის ნამდვილად გამონაკლისი, რადგანაც ის, როგორც გითხარით, პრორუსული სენტიმენტებით გამოირჩევა და ეს განცხადებაც სწორედ ამ ყველაფერზე მეტყველებს და ამ განცხადებებისა და ზოგადად მისი პოლიტიკური კურსის ცვლილების ფონზე ქვეყანაში მიმდინარეობს საკმაოდ ნიშნულოვანი და ძლიერი საპროტესტო აქციები, რომლებიც უკვე 25 ქალაქში არის მოდებული და რომელზედაც დაახლოებით 100,000 ადამიანი იღებს მონაწილეობას. აქციები საკმაოდ ხშირად იმართება, დემონსტრაციებიც არის საკმაოდ აქტიური და ამ ყველაფრის ფონზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფიცოს მთავრობა კარგავს ლეგიტიმურობას და მათ შორის მხარდაჭერას პარლამენტში, რადგანაც უკვე ფიცომ დაკარგა უმრავლესობა პარლამენტში, მისი კოალიცია ფაქტობრივად არის დაშლილი და შესაძლოა უახლოეს მომავალში პრემიერ-მინისტრს თავისი თანამდებობის დატოვებაც კი მოუწიოს, რადგანაც მას ძალაუფლების შენარჩუნება ნამდვილად ძალიან უჭირს. ამ ყველაფრის მიზეზი კი არის მხოლოდ ერთი რამ. ევროკავშირის და პროდასალური კურსიდან გადახვევა და რუსეთისაგან წასვლა. მოსახლეობა, როგორც გითხარით, მის განცხადებებს დიდად სიხარულით ნამდვილად არ იღებს, რადგანაც ფიცო რასაც ამბობს, ეს ყველაფერი ხშირად არის სრულ წინააღმდეგობაში რეალურად მოსახლეობისა და ევროკავშირის ინტერესებთან და ამ ყველაფრის ფონზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კრიზისი, რომელიც ქვეყანაში არის დაწყებული, სავარაუდოდ დროსთან ერთად კიდევ უფრო მეტად გამწვავდება და საბოლოო ჯამში ფიცოს ხელისუფლება დიდი ალბათობით აღმოჩნდება პოლიტიკურ ჩიხში, საიდანაც გამოსავალი იქნება ერთადერთი რამ გადადგომა ან ახალი არჩევნების დანიშვნა ქვეყანაში. კიდევ ერთი საინტერესო სიახლე გვაქვს, ეს უკავშირდება სერბეთს, კიდევ ერთ ევროპულ სახელმწიფოს, რომლის პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი გადადგა თანამდებობიდან. ამ შემთხვევაშიც მიზეზი იყო პროტესტი, რომელიც მიმდინარეობდა ქვეყანაში, პროტესტი, რომელიც გრძელდებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში და რომელმაც ფაქტობრივად მთელი ქვეყანა მოიცვა, რაც უკავშირდებოდა ერთ ტრაგიკულ შემთხვევას, რკინიგზის სადგურის ჭერის ჩამოსვლას, რომელსაც ემსხვერპლა 15 ადამიანის სიცოცხლე. ამ ყველაფერმა ქვეყანაში ძალიან ძლიერი საპროტესტო ტალღა გამოიწვია, რადგანაც მოქალაქეებმა ბრალით დასდეს ხელისუფლებას გულგრილობაში
კორუფციაში, ნეპოტიზმში და მიკერძოებაში, ვინაიდან სერბეთი დიდად დემოკრატიული პრინციპებით და მარტივად რომ ვთქვათ, გამჭვირვალობით გამორჩეული სახელმწიფო არ არის. აქ წლების განმავლობაში არაერთ გაყალბებასთან მქონდა საქმე და საბოლოო ჯამში ისე გამოდგა, რომ პრემიერ-მინისტრს მოუწია ახლა უკვე თანამდებობის დატოვება, რადგანაც როგორც ჩანს, მთავრობის მიმართ უკმაყოფილების დონე იზრდება და ევროკავშირთან დაკავშირებით კიდევ ერთი სიახლე გვაქვს, ეს უკავშირდება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივება მოგხსენებათ იყო, მაგრამ სანქციების შემცირებას უკავშირდება ამჯერად სიახლე, ვინაიდან ევროკავშირის ხელმძღვანელები, შეგვიძლია ვთქვათ, მინისტრები შეთანხმდნენ იმაზე, რომ სირიის წინააღმდეგ უნდა მოიხსნას დაწესებული სანქციები. მოგხსენებათ, სირია არის კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მეტად სანქცირებული სახელმწიფო როგორც ევროკავშირის, ასევე სხვა დასავლური სახელმწიფოების მხრიდან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც. მიზეზი ამ ყველაფრისა არის შემდეგი რამ. ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი მოგეხსენებათ ჩამოიშალა, შესაბამისად სირიას ჰყავს ახალი მმართველი ორგანო, რომელიც როგორც ჩანს არის სრულიად დამოუკიდებელი და არავითარ კავშირში არ არის ასადის მარიონეტულ რეჟიმთან, რომელსაც რუსეთის ფედერაცია მართავდა. შესაბამისად, არანაირი რეალური მიზეზი არ არსებობს იმისათვის, რომ ქვეყანაზე იყოს დაწესებული სანქციები, ამიტომაც ევროკავშირი, როგორც ჩანს, მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში ეტაპობრივად გეგმავს სანქციების გაუქმებას სირიის წინააღმდეგ, მაგრამ ევროკავშირს იმასაც ამბობენ, რომ თუ კი ახალი ხელისუფლება ოდნავ მაინც გადაუხვევს გეზიდან და ისევ დაიწყებს იმ გზის გაყოლას, რასაც ბაშარ ალ-ასადი ლამის 24 წლის განმავლობაში მიყვებოდა, მაშინ სანქციები მომენტალურად დაბრუნდება უკან, მაგრამ როგორც ახალი ხელისუფლება იძლევა პირობას, ისინი ამის გაკეთებას არაპირებენ და პირიქით გეგმავენ, რომ სირია პრო-დასავლურ სახელმწიფოდ აქციონ და რუსეთთან ეკონომიკური კავშირები და პოლიტიკური კავშირები საერთოდაც სრულად შეწყვიტა.